მოგესალმებით, დღეს ოთხშაბათია, ეს კი პოდკასტის შესახებ არის. მე მისი წამყვანი მარი თევდორაშვილი ვარ. ბავშვობა და მოზარდობა ეს ის პერიოდია, რომელიც ჩვენი მთელი ცხოვრების საფუძველს ქმნის. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ გზას ახლავს თან. ასევე მის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე და მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარი არის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შაუნაძე. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. დარწმუნებულია, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება წინ. მინდა რომ დავიწყო თავდაპირველად ცოტა თავიდან, ჩვილობის ასაკიდან და ჩემი პირველი კითხვა სწორედ ამქიდან გამომდინარე იქნება. ალბათ ხშირად გაგუგი ასეთი ფრაზა, რომ აი მაგალითად იტირებს და გაჩერდება. სწორედ აქედან გამომდინარე მაინტერესებს, რა ხდება ამ დროს ბავშვის ნერვულ სისტემაში. როგორ მოქმედებს თუნდაც ეს ყველაფერი ფსიქიკაზე, მაშინ როდესაც ის ტირის, ჩვენ კი მის აი ემოციურ მოთხოვნილებებს ფაქტიურად არ ვაქცევთ ყურადღებას და არ უპასუხობთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მეც ვფიქრობ, რომ წესით ესეთი საინტერესო გადაცემა უნდა გამოგვივიდეს. რაც შეეხება ნამდვილად ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, უფრო მეტიც კი მოცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება. ჩვილობის პერიოდი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ამ პერიოდში ყალიბდება მშობლის და შვილის კონტაქტი. ტირილი არის საკომუნიკაციო გზა, რომელთაც ახერხებს ბავშვი გაგვაგებინოს მისი საჭიროებები, მისი სირთულეები. და თუ ჩვენ ამას ვუდგებით, როგორც გაჩერდება, აღარ იტირებს, რეალურად ჩვენ ვერ მოახერხებთ მისი საჭიროებების ამოცნობას შესაბამისად ვერც ვუპასუხებთ. აი ამ მიდგომის შედეგად ხშირად გამიგია, რომ კი როგორ არ მუშაობს, ბავშვი ჩერდება, აღარ ტირის, მაგრამ რის შედეგად ჩერდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ბავშვი ტირის და ჩვენ არ ვპასუხობთ, სტრესის ჰორმონი კორტიზოლი აღწევს პიკს შესაბამისად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ასაკში ბავშვს არ შეუძლია მისთვის არ შეუძლია ემოციური რეგულაცია. შესაბამისად, ამ დროს მისი ორგანიზმი გადადის ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე და ჩერდება. და რაც მთავარია, შედეგად ვიღებთ დასწავლილ უმწეობას, ესე რომ თუ უგულებელყოფთ მის ტირილს, მისთვის მისი გარე სამყარო გახდება საფრთხის შემცველი. არ იქნება უსაფრთხო, სადაც შეიძლება მას მომავალში თავისი საჭიროებები გამოავლინოს, იმიტომ რომ ეცოდინება მის საჭიროებებს არ დააკმაყოფილება. რა გავლენას ახდენს თუნდაც ის სითბო, სიახლოვე, ფიზიკური შეხება თუნდაც აი ამ ჩვილობის პერიოდში და აგრეთვე რა მნიშვნელობა ენიჭება მაგალითად აი თუნდაც ძილის წინ მოფერებას, ჩახუტებას. აი როგორ უნდა მივხვდეთ მარიამ, რომ ეს არის ბიოლოგიური საჭიროება თუ განებივრება ვთქვათ, აი სად გადის ზღვარი ამ ყველაფერს შორის? ესე კი, პირველი რასაც მინდა გავუსვა ხაზი, რასაკვირველია მთელი ბავშვობის პერიოდში მნიშვნელოვანია სითბო, სიყვარული გამოვხატოთ საზღვრების გარეშე, იმიტომ რომ შეუძლებელია მოხდეს სიყვარულით და სითბოთი გაფუჭება, ასე ამბობენ ხოლმე, რომ ამდენი ჩახუტებით, ამდენი სითბოთი ან გათამამებით ბავშვი გაფუჭდება. ეს არის მითი, რომელიც აზიანებს ბავშვის კომპლექსურ განვითარებას, რაც არა მარტო იმ პერიოდში აისახება მასზე, არამედ მოზარდობაზე, მის დასრულობაზე. რაც შეეხება მნიშვნელობას, მინდა კიდევ ერთი ფაქტორი შემოვიტანო, ეს დაბადებიდან 1 წლამდე პერიოდი, ეს არის პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს მისი უსაფრთხო მიჯაჭვულობა. იმიტომ რომ ამაზე შენდება მისი გარემოს მიმართ ნდობა მომავალში, ჯანსაღი ურთიერთობები, ადეკვატური თვითშეფასება, დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის პირველი 3 თვე, რასაც მეოთხე ტრიმესტრს ეძახიან, როდესაც ბავშვი კი აღარ არის დედის მოცულში, მაგრამ ჯერ მას ისევ სჭირდება მისი სიახლოვე, განსაკუთრებით და სასიცოცხლოდ სჭირდება მისი სიახლოვე. მაგალითად, როდესაც დედას გულზე უწევს ხოლმე და ასე იცინებს მისი შვილი, ხშირად ეუბნებიან, რომ ეს ესედ არჩება, კიდევ მოგთხოვს ასე დაძინებას, გათამამდება, განებიურდება და ასე შემდეგ. რეალურად ეს იმ პერიოდში არის მისი ბიოლოგიური მოთხოვნილება, იმიტომ რომ დედის გულისცემა, მისი სუნთქვა, მისი სუნი მას ეხმარება დამშვიდებაში და ეს პირდაპირ კავშირშია უსაფრთხო სამყაროსთან, ხო? იმიტომ რომ
პირველი ჩვილისთვის დედა, მშობლები და მისი ოჯახი არის მთელი სამყარო და თუ ამ მთელ სამყაროში ის თავს იგრძნობს დაცულად თავისთავად ეს გენერალიზდება და მომავალში უფრო დიდი სამყაროც მისთვის იქნება უფრო უსაფრთხო და თავს იგრძნობს დაცულად. მარიამ, აი ხელში აყვანასთან დაკავშირებით დამავიწყდა, მე თქვა დაწყვენასთან დაკავშირებით, გასაგები აი ხელში აყვანასთან დაკავშირებით, აი როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ ზოგი იძახის რომ თქვა იმ იგივე შემთხვევა რომ აი იტირებს და გაჩერდება, ოღონ არ ავიყვანოთ რომ არ მიეჩვიო, ზოგი კიდე პირიქით. აი ამ შემთხვევაში როგორ არის? როდესაც ბავშვი გთხოვს ხელში აყვანას, მას ჭირდება ჩვენთან სიახლოვე. დამიჯერეთ როგორც კი მაგალითად ცოცვის მოთხოვნილება გაუჩნდება, დამოუკიდებლობის მოთხოვნილება გაუჩნდება, ისე ძალიან ხშირად აღარ მოითხოვს ჩვენ ხელში ყოფნას. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ ეს ყველა ასაკთან კავშირდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს მოусმინოთ. ჩვილობის პერიოდში უნდა მოусმინოთ მის სტილს და მის, ასე რომ ვთქვათ, ფიზიკურ გამოვლინებებს და ნუ შემდგომ ასაკში სხვადასხვა ფორმით. ასევე კიდევ ერთი რამ რაც მინდა ვახსენო არის ის, რომ ცოტა არალოგიკურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ აი ამ პერიოდში, რაც უფრო მეტ სიახლოვეს იღებს ბავშვი, ხელში ყვავს, ვეხუტებით, ვეფერებით, ახლოს ვართ მასთან, მომავალში ის უფრო მეტად დამოუკიდებელია. იმიტომ რომ მას აქვს უსაფრთხოების ეს მყარი საძირკველი. ახლა შევეხოთ ცოტა სოციალურ ქსელებს, იმიტომ რომ არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების უმეტესობად სოციალურ ქსელებში ვართ ჩართულები, დღესდღეობით დიდი ადგილი უკავია ჩვენი ცხოვრების. ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ეს სოციალური ქსელები რაღაც ახალი შესაძლებლობების სივრცეა, ზოგი კიდევ პირიქით იძახის, რომ ეს აი ეგრეთ წოდებული საზიანოა და აფუჭებს ბავშვებს. აი თქვენი აზრი მაინტერესებს, მარიამ, რა ზიანის და რა სარგებლის მომტანა შეუძლია სოციალურ ქსელებს, თუნდაც TikTok-ს ნებისმიერს ბავშვებისთვის. აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რა თქმა უნდა, ასაკი. დიახ. და თვითონ ბავშვის მზაობა. და შემდგომ რა რისკები შეიძლება შექმნას სოციალურმა ქსელმა? პირველი ეს არის იდეალური სურათი, რასაც სოციალურ ქსელში ხედავს ბავშვი და შემდგომ მოზარდი. თუ რა თქმა უნდა ბავშვს არ აქვს ეს, ასე რომ ვთქვათ, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანია კონტენტი იყოს შესაბამისად შერჩეული ხანგრძლივობა და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ეს უფრო სენსიტიური არის მოზარდობაში, სადაც მოზარდი ხედავს იდეალურ სილამაზეს, იდეალურ ცხოვრებას და რეალობაში ხვდება საერთოდ სხვა მოცემულობას. მოზარდობაში მოზარდს უწევს ძალიან ბევრი ცვლილების ამოცნობა და მიღება საკუთარ თავში, განსაკუთრებით ვიზუალური ცვლილებების. და ამავდროულად, როდესაც ხედავს სოციალურ ქსელში როგორი ლამაზები, იდეალურად ლამაზები არიან სხვები, რა თქმა უნდა, უჩნდება კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ. სამწუხაროდ, მიმდინარე პერიოდში ძალიან ხშირია აი ამ, ასე რომ ვთქვათ, სოციალური წნეხის გამო, პირდაპირ თუ ირიბი წნეხის გამო, თვითნებური დიეტები, მიზანმიმართული შიმშილი და თავისთავად ეს დის რისკს კვებითი აშლილობების. ასევე მოზარდი ბავშვი და მოზარდი ეჩვევა ესეთი ხანმოკლე ვიდეოების ყურებას და შესაბამისად შემდეგ უჭირს მას უფრო ხანგრძლივი ფილმის, მულტფილმის, ვიდეოს ყურება, იმიტომ რომ მისი ტვინი შეჩვეულია ეს მოკლე მოქმედებებს, იმიტომ რომ სწრაფი დოფამინის წყარო არის ეს მოკლე ვიდეოები, შესაბამისად მისთვის უკვე არაკომფორტულია ხანგრძლივი ვიდეოების ამ ფილმების ყურება. ამავდროულად კი ნამდვილად შეიძლება შესაძლო დადებითი შედეგებიც ვახსენოთ, რომ მაგალითად შეიძლება რომ ისეთი ინფორმაციული ვიდეოები ნახოს მოზარდმა, ასევე მოახერხოს თვითგამოხატვა, რაც მოზარდობის ერთ-ერთი მოთხოვნილებაც არის საკუთარი თავის გამოხატვა. თუმცა აქ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი არის რა დროის ლიმიტირება. რა ხანგრძლივობით იყენებს მოზარდი სოციალურ ქსელს, რა კონტენტს უყურებს, ან ქმნის და როგორი არის ამის პარალელურად მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა. თუ შედეგად ვხედავთ, რომ მოზარდი ჩაიკეტა, იზოლირებულია, დისტანცირებულია, საკუთარ სხეულს ფარავს,
მიმართავს თვითნებურ დიეტებს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ მისი ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროს. ამ შემთხვევაში ფარული მიჯაჭვულობაც არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ მაინტერესებს მაგალითად რა ჯობია რომ სიტყვაზე მშობელმა თუ დაინახა ეს ყველაფერი რომ მიჯაჭვული არის ზედმეტად ბავშვი აუგრძალოს თუ ეს აკრძალვა პირიქით უფრო უარე შედეგებს გამოიღებს. რა თქმა უნდა, აკრძალვა უფრო მეტ ინტერესს და უფრო მეტ მოთხოვნილებას აჩენს, რა თქმა უნდა, ამიტომ როგორც წესი ხშირად შემდეგნაირად ხდება, რომ მოზარდი მაინც ახერხებს სოციალური ქსელის გამოყენებას, ეს ვთქვათ მე იქნება ჩუმად, მეგობრის ტელეფონის დახმარებით თუ ასე შემდეგ, ანუ გზას აუცილებლად გამონახავ და რეალურად ეს არც გვაძლევს მოზარდისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში სასურველ შედეგს, იმიტომ რომ ის ვერ სწავლობს, ვერც დროის ლიმიტირებას ეკრანთან, არ მუშაობს საკუთარ თავზე, ჩვენ ვერ ვაძლიერებთ მას ემოციურად, ანუ ეს არაფერს არ გვაძლევს გარდა ხანმოკლე ვთქვათ, ერთკვირიანი ან მაქსიმუმ ერთთვიანი პაუზისგან სოციალური ქსელის. მარიამ, მაინტერესებს ბულინგის თემაც, რომელიც საკმაოდ გავრცელებული არის დღესდღეობით, თუმცა გარკვეულწილად შეიძლება მიმდინარეობდეს შეუმჩნევლად, რის გამოც მშობლები ამას ვერ ამჩნევდნენ. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ საკუთარი შვილი ბულინგის მსხვერპლი არის, მაშინაც კი თუ მაგალითად ის ასე პირდაპირ ამ თემაზე არ საუბრობს. კი ბატონო. ხშირად ბულინგი სამწუხაროდ დღეს ისევ მიაჩნიათ მხოლოდ ფიზიკური ფორმა და როგორც არის მაგალითად უგულებელყოფა, სხვა სახელწოდებების დაძახება, ამას არ მიიჩნევენ ბულინგად. ხშირად ბავშვები და მოზარდები მალავენ ამ შემთხვევას, იმიტომ რომ მათ ეშინიათ კიდევ უფრო უარესი შედეგები არ დადგეს. არ აქვთ ნდობა და უსაფრთხოების განცდა, როგორც ვთქვათ, შესაძლოა მშობლებისგან, ასევე მასწავლებლებისგან, სკოლის პერსონალისგან და ასე შემდეგ. ან შესაძლოა აქვს ნდობა, მაგრამ მათთვის ამაზე საუბარი იმდენად არაკომფორტულია, რომ თავს არიდებენ, სანამ კრიტიკულ, ასე ვთქვათ, ეპიზოდამდე არ მივლენ. როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ნიშნები? აქვე ისე უნდა ვახსენო, ანუ ჩვენ ვაკვირდებით კომპლექსურად. დავიწყოთ ფიზიკური ნიშნებით, როდესაც ძილის რეჟიმი აირია, უჭირჩაძინება, ან ღამე ხშირად ეღვიძება უმიზეზოდ, კვების სიხშირე შემცირდა, ან პირიქით მოიმატა, წამოვიდეს ფსიქოსომატური ჩივილები, მაგალითად, ყოველი სკოლაში წასვლის წინ სტკივდება მუცელი, ან გულისრევის შეგრძნება აქვს, ან საერთოდ პირღებინება. შედ ამბობენ ხოლმე, რომ ეზარება სკოლაში წასვლა, ან იგონებს. რეალურად ესე არ არის. იმდენად დიდი წნეხი აქვს იმ დროს მოზარდს და იმდენად ინტენსიურ ემოციებს გრძნობს, რომ სხეული რეაგირებს ამაზე და გვანიშნებს როგორც მას, ასევე ჩვენ მშობლებს, რომ ფიზიკური სფეროს იქით გავიხედოთ და დავინახოთ მისი სხვა ემოციური საჭიროებებიც. რაც შეეხება ემოციურ სფეროს, მისი გუნება განწყობილება უმეტესად დაბალი არის, ცდილობს იზოლირებას, რაც უყვარდა, ამას აღარ აკეთებს, აღარ გადის მეგობრებთან, როცა ტელეფონზე შეტყობინება მოდის, იძაბება, ცდილობს დამალოს, ანუ მოულოდნელად იცვლება მისი გუნება, განწყობილება, სოციალური თვალსაზრისით აღარ უნდა კონტაქტი, აღარც მეგობრებთან გასვლა უნდა, ურჩევნია რომ ოთახში მარტო იყოს და ასევე აკადემიური სფერო. როგორც წესი, ამ დროს მისი აკადემიური შედეგები იცვლება ხოლმე, გაკვეთილზე აღარ არის იმდენად კონცენტრირებული და ჩართული, შეფასებები იცვლება და როგორც წესი, ამაზე აკეთებენ ხოლმე უფრო აქცენტს, რომ აღარ სწავლობს, აღარ უნდა ზარმაცობს, მაგრამ ამის უკან შესაძლოა რომ ნამდვილად იდგეს ბულინგის გამოცდილება. რატომ არის მარიამ, რომ ასაკის მატებასთან ერთად მაგალითად შვილები მშობლებს შორდებიან, უფრო მეტად უჭირთ გულწრფელი საუბარი მათთან, გაურბიან თითქოს ეს ალბათ ეშინიათ გულწრფელი საუბრის, თუ ანუ რეალურად რა ხდება, რატომ ხდება ისე, რომ თქვათ შეიძლება ბავშვი ერჩივნოს, რომ თავისი პრობლემა ან რაღაცა დარდი გაანდოს სხვას, თუნდაც თავის თანატოლს, მეგობარს, ან თუნდაც უცხო ადამიანს, ვიდრე თავის მშობელს. კი ბატონო. აქ უნდა ვახსენოთ აუცილებლად ჯანსაღი სეპარაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მშობელს და შვილს შორის. თუმცა რასაც საუბრობთ ჩვენ, ანუ ემოციურ დაშორებას და გაუცხოებას, ამის უკან რამდენიმე ფაქტორი უნდა ვახსენოთ. პირველი, როდესაც
ბავშვს არ აქვს გამოცდილება საკუთარ ემოციებზე საუბრის და საკუთარ სირთულეებზე საუბრის, იმიტომ რომ შესაძლოა სახლში ამის მოდელი არ აქვს. შესაბამისად, არ იცის ეს როგორ გააკეთოს, ან ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება, რომ ეს გააკეთოს. მეორე ფაქტორი, თქვენ გამოხატავს ეს ცადა, როგორ უკავშირს იღებს გარემოდან მშობლებისგან, დასრულებისგან. აქ ყველაზე ხშირად, რაც ხელი შემშლელია ხოლმე მე ემოციური რეგულაციის და არა ხელშეწყობის, ეს არის გაუფასურება პირველი, რა გეტირებს ყველაფერი გაქვს და ბედნიერი უნდა იყო. ამაზე როგორ ტირი ხარ, არაფერი არ არის სატირალი, ყველაფერი რიგზია. ხანდახან იუმორითაც ხდება ხოლმე ეს, როგორც წესი ამ დროს მშობლები ცდილობენ ხოლმე სიტუაციის განმოხტვას და დახმარებას. მაგრამ რეალურად ვიღებთ იმ შედეგს, რომ ბავშვი საკუთარ ემოციებს სერიოზულად აღარ აღიქვამს, ეჭვიში აქვს და ჩერდება. მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ იმ მომენტში მან ისწავლა საკუთარი ემოციების მიღება და გადამუშავება, უბრალოდ გაჩერდა. სად მიდის ეს ემოციები, კიდევ სხვა საკითხია. ასევე მეორე, უკავშირზე საუბრობდით, როდესაც მშობელი იმდენად თვითონ ვარდება იმდენად კრიტიკულ სიტუაციაში და უჭირს თავისი ემოციების გამკლავება, რომ ბავშვს აღარ უნდა ეს გააკეთოს, იმიტომ რომ იცის, რომ კიდევ უფრო უარესი შედეგი დადგება. და ჩხუბი, შეშინება, ალბათ 90-იანების ბავშვებს ეცნობათ ეს, არიტიროთ რომ კიდევ დაგიმატებ. ძალიან ხშირად ისმოდა ხოლმე ეს ფრაზა. ესეც არის უგულებელყოფა ემოციების. მოკლედ, შეიძლება კეთილი მიზნით ხდება ეს, მაგრამ რეალურად ბავშვი თავის ემოციებს არ იღებს. ვერ იღებს თავის ემოციებს, შიგნით იბრუნებს და არ იცის თავის ემოციებს როგორ ეურთიერთოს, შესაბამისად, აღარც ისაუბრებს ამის შესახებ არც მშობლებთან და არც სხვა ადამიანებთან. და კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ეს დაშორება გამოიწვიოს, ეს არის ჰიპერმზრუნველობა, როდესაც მშობელი ცდილობს, რომ ყველაფერი გაუკეთოს. და ამ დროს, თქვათ, მოზარდს მას ჭირდება დამოუკიდებლობა, თავისი ავტონომიურობა მოიპოვოს, რაღაცები დამოუკიდებლად გააკეთოს. ამიტომ ამ დროს, როგორც წესი, ცდილობს, რომ თავი აარიდოს და ხდება დაშორება. მარიამ, აღზრდის პროცესში რომელი უფრო მნიშვნელოვანი არის, შიში თუ ავტორიტეტი მშობლის მიმართ? ან თქვათ, რომ იძახიან ხოლმე, რომ კაცი მშობლებს უფრო კარგი შვილები ყავთ. რამდენად მართალი არის ესეთი შეხედულება? აქ უნდა დავსვეთ კითხვა, რას ვეძახით კარგ შვილს. ხა, ესეც იმიტომ რომ ძალიან სუბიექტურია. და დასრულობაში მე ამ შედეგს ვიღებთ ხოლმე მოზარდობაში, რომ ცდილობს ადამიანი, რომ ძალიან კარგი შვილი იყოს, ძალიან კარგი მეუღლე იყოს, ძალიან კარგი თანამშრომელი, მაგრამ ვისთვის კარგი? იმიტომ რომ ხანდახან ამაში მთელ თავის ძალისხმევას დებენ, მაგრამ თვითონ უკმაყოფილებას განიცდიან, იმიტომ რომ რეალურად საკუთარ საჭიროებებს უგულებელყოფენ. რაც შეეხება აღზრდის მიდგომებს, ესე იგი ვთქვი, რომ გაჩერდი ნუტირი ხარ, თორე დაგიმატებ, ან მშობელი ეჩხუბება, რომ ასე ნუ იქცევი, ნუტირი ხარ. ამ დროს ბავშვი შეიძლება გაჩერდეს, აი როგორც ჩვილობაში, შეიძლება დავაკავშიროთ. შეიძლება გაჩერდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის დამშვიდდა. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ის მიხვდა, რომ უსაფრთხო არ არის თავისი ემოციის გამოხატვა. და ამ შიშის გათვალისწინებით ბავშვი აკეთებს ყველაფერს, რასაც გარემოდან უკვეთავენ, მაგრამ რეალურად ის ვერ სწავლობს საკუთარი საჭიროებების ამოცნობას, დაკმაყოფილებას, გამოხატვას. შედეგად ეს აუცილებლად აისახება მის დასრულობაზე. რეკომენდებული არის აღზრდის დემოკრატიული სტილი, აქვე ავხსნი, როდესაც ბავშვი იღებს სიყვარულს, სითბოს, მხარდაჭერას, ზრუნვას საზღვრების გარეშე. ამავდროულად არსებობს სახლში
თანამშრომლობის ფორმატი, წესები, ჩარჩოები, იმიტომ რომ ესეც ჭირდება მას მომავალი ადაპტაციისთვის იქ ბაღში, სკოლაში, სხვა ურთიერთობებში და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მშობელი არის ამ სიტუაციაში ავტორიტეტი თავისთავად. და ბავშვს სჭირდება, მაგრამ ეს ავტორიტეტი არის ყოველთვის ემოციურად ხელმისაწვდომი, ემოციურად უსაფრთხო, მის გვერდით, რომელიც არ უგულებელყოფს მის ემოციებს, უსვამს ბევრ ღია კითხვას, ამზადებს მომავალი ცხოვრებისთვის და არის მასთან ერთად. და შიშის დროს ეს არის უბრალოდ ეპიზოდური გაჩერება და რეალურად ბავშვი ამ შემთხვევაში არ არის მომზადებული მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პირიქით, ეს დამაზიანებელია მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს შფოთვით აშლილობასთან, კვებით აშლილობასთან და ასე შემდეგ. მშობლები, მარიამ, ყოველთვის რატომღაც მეც და მეცელია საკუთარი შვილებისგან, ხო, რაღაცას რომ მიაღწევენ, მაინც მეტი უნდათ, თუნდაც მაგალითად კარგი ნიშნები, მეტი წარმატება, ვთქვათ, ბევრ წრეზე სიარული, ხო? რეალურად როგორ უნდა მივხვდეთ, სად გადის ზღვარი განვითარებასა, იმ მშობლის კუთხიდან ვიძახი, განვითარებასა და ის ზედმეტ მოლოდინებს შორის, ხო? ისინი ცდილობენ, რომ გაზარდონ ბედნიერი შვილები, თუ მაგალითად პერფექციონისტები, ასე რომ ვთქვათ, ხო? ან აი მშობელმა რა შეცდომა შეიძლება დაუშვას ახსნის პროცესში, რომელსაც თვითონ თulis სავსებით ნორმალურად, თუმცა და სიყვარულის გამოხატულებად, თუმცა ეს რეალურად შეიძლება მისი შვილისთვის აზიანო იყოს. რა თქმა უნდა, სიყვარული არის ხოლმე და ზრუნვა არის წინაპირობა, იმ ჰიპერმზრუნველობის, ემოციების დროს დახმარების რა ფორმითაც ეს ხდება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ მშობლის სუბიექტური რეალობა და ბავშვის სუბიექტური რეალობა. იმიტომ რომ ხშირად მშობელი ბავშვის საჭიროებებს აღიქვამს საკუთარი სუბიექტური რეალობიდან. და მაგალითად თუ თვითონ თulis რომ ბავშვს ჭირდება აუცილებლად ცეკვაზე სიარული, შეიძლება უგულებელყოს ბავშვის სურვილი, მაგალითად, არ ვიცი, სპორტზე სიარულის. ან ხატვაზე სიარულის. გადაწყვეტილებებს იღებს ცალმხრივად საკუთარი სუბიექტური რეალობიდან გამომდინარე, რაც თავისთავად ხელს არ უწყობს ბავშვის ინტერესების აღმოჩენის, განმტკიცების და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ან თუნდაც ვთქვათ შეფასებების დროს მშობელი უკეთებს ცალმხრივად შეფასებას, რომ ეს ცუდი ნიშანია და მორჩა და გამოასწორე, მაგრამ ამის შემდეგ პროცესი აღარ მიდის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ძალიან ბევრი ღია კითხვა დაუსვათ ბავშვს, მოზარდს, რომ თვითონ ასე რა ვთქვათ, დაიწყოს ძიება რა მოსწონს, რა არ მოსწონს. ვთქვათ, ეს ქულა რომ მიიღო, რატომ მიიღო ეს ქულა, რის შედეგად მიიღო? უნდა ეს ქულა, თუ არ უნდა ეს შეფასება, თუ უნდა უფრო მეტი მაღალი შეფასება, რა უნდა გააკეთოს ამისთვის. თვითონ იწყებს ბავშვი თვითრეფლექსიას და თავისთავად ეს ამზადებს მას მომავალი ცხოვრებისთვის, მაგრამ როდესაც ამ მთელ პროცესს მხოლოდ მშობელი წარმართავს, თუნდაც კონტროლის ფორმით, მომავალ ცხოვრებაშიც ის დამოკიდებული იქნება ყოველთვის გარედან კონტროლზე და გარედან ვალიდაციაზე. მარიამ, მაინტერესებს აი ეს მშობლებისგან ასეთი ფრაზები, მაგალითად, რომ ის შენ ყველაზე ლამაზი ხარ თუნდაც, აი შენ ყველაზე წარმატებული უნდა იყო. შესაძლებელია თუ არა, რომ აი ესეთი ფრაზები ბავშვებისთვის ეწოლათ იქცეს. ან თუნდაც აი მაგალითად, ჩემ დროს ასე იყო. რამდენად საზიანო არის ბავშვისთვის ასეთი მიდგომა? კი ბატონო. რა თქმა უნდა საზიანო არის, იმიტომ რომ შენ ყველაზე ლამაზი ხარ, შენ ჭკვიანი ხარ, შენ წარმატებული უნდა იყო, შენ მოკლედ, ასეთი ფრაზები ბავშვს, რა თქმა უნდა, ისევ ამბობ, კეთილი მიზნებით არის გაჟღერებული ეს ფრაზები, მაგრამ შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბავშვი დგება ძალიან დიდი წნეხის წინაშე, ეს ხდება მისთვის მოთხოვნები, მოლოდინები და შესაბამისად მოთხოვნები. ამიტომ სულ ცდილობს ეს გარემოდან დაწესებულ სტანდარტებს მიაღწიოს. და არ აქვს შინაგანი, ასე რომ ვთქვათ, და არ აქვს შინაგანი მოთხოვნილება რა უნდა თვითონ გააკეთოს, ან მისთვის რა არის წარმატება. სულ გარედან ასე რომ ვთქვათ, შეფასებაზე არის დამოკიდებული. რაც შეეხება შენ ყველაზე ლამაზი ხარ, ესეც არის, ასე რომ ვთქვათ, ხშირად ეს შფოთვასთან არის დაკავშირებული, რომ მაგალითად მოზარდობაში როცა
იცვლება ხო მის მოზარდის სხეული, სახის ნაკუთები, აქ შემოდის შიში, რომ აღარ ვიყო ლამაზი. ანუ საკუთარ იდენტობას, საკუთარი პიროვნების ღირებულებას და ფასეულობას აკავშირებს მხოლოდ ვიზუალზე და გარემოდან შეფასებაზე აი ამ ვიზუალის მიმართ. აი კრიტიკა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, აი კრიტიკა მშობლის მხრიდან როგორ მოქმედებს ბავშვისთვის შეფასებაზე? კრიტიკა ძალიან საჭირო არის, გულისხმობ ჯანსაღ კონსტრუქციულ კრიტიკას, რომელიც მიმართული არის ქცევაზე. მაგრამ კრიტიკა, რომელიც არის დესტრუქციული და მიმართული არის პიროვნებაზე, რა თქმა უნდა დამაზიანებელი არის. აქაც რა თქმა უნდა ხშირად მომისმენია, რომ კეთილი მიზნით აკეთებს, თქვათ, მშობელი იქნება თუ მასწავლებელი, რომ გააუმჯობესოს თავისი შედეგი, მაგრამ ეს ანგრევს ბავშვის ფსიქიკას, მის თვით შეფასებას და ასე შემდეგ. მარიამ, აქ მინდა პატარა გადახვევა გავაკეთო, ასეთი შემთხვევა გამახსენდა და მინდა ძალიან რომ თქვენ გკითხოთ, ამ შანსს ვერ გაუშვებ ხელი და მახსოვს ხოლმე სკოლის პერიოდში, როდესაც მოდიოდნენ ხოლმე სკოლებში სილამაზის კონკურსის წარმომადგენლები, ალბათ ბევრს ემახსოვრება. შემოდიოდნენ სულიად მოულოდნელად, ასე აყენებდნენ ფეხზე ბავშვებს, გოგონებს და აი ირჩევდნენ შემდეგ რომ აი შენ გამოდი კონკურსში, შენ აი ამ ნომერზე დარეკე, მოდი და ამ დროს რაღაცის ნაწილი, რომელიც რჩებოდა ხოლმე აი ამ კონკურსების გარეთ, წარმოგიდგენიათ ალბათ მათ ფსიქიკაზე და ნერვულ სისტემაზე როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი. მაინტერესებს აი თქვენი გადმოსახედიდან როგორ მოქმედებთ აი ეს ყველაფერი, ეს ფსიქოლოგიური გამოცდილება რა გავლენას ახდენს აი ამ კონკურსის მიღმა დარჩენილი ბავშვების ნერვულ სისტემაზე, როგორ მოქმედებს საკუთარი თავის თვით შეფასებაზე თუმდაც ან თქვათ მათ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ორივე ხარისთვის დამაზიანებელია იმ ბავშვებისთვის, ვისაც ფეხზე აყენებენ და ეუბნებიან, რომ ლამაზები არიან და იმ ბავშვებისთვისაც, ვისაც არ აყენებენ და არ ეუბნებიან, რომ ლამაზები არიან. ამ ბავშვებისთვის ეს არის პირველი უარყოფა, რომ რაღაც კონკრეტულ სტანდარტს არ აკმაყოფილებენ, მაგრამ აქაც იქ იმასთან მივდივართ, რომ სუბიექტურ სტანდარტს არ აკმაყოფილებენ. შესაბამისად უჩნდებათ კითხვა ეჭვი საკუთარი ვიზუალის მიმართ, მე ეს უფრო სენსიტიურად და უფრო მწვავედ მოდის მოზარდობაში, წამოვა მოზარდობაში, იმიტომ რომ ისედაც ამ პერიოდში თვითშეფასება არის ძალიან სენსიტიური, ძალიან მოწყვლადი და აქ უკვე მიღებული აქვს ასეთი უარყოფა. შესაბამისად, საკუთარი სხეულის მიუღებლობა, თვითშეფასების სირთულეები, ეს აისახება თავისთავად ფლიანობაში, ემოციურ მდგომარეობაზე, ურთიერთობებზე, ასე რომ თქვით, პირდაპირ დამაზიანებელი არის ბავშვის ფსიქიკისთვის. და თავისთავად ძალიან ხშირად ისე უკვე აშლობებთან მივდივარ, იმიტომ რომ სიხშირე მომატებული არის. რომ განსაკუთრებით გოგონები იწყებენ თვითნებურ დიეტებს, მიმართავენ შიმშილს და ასე შემდეგ. და ასევე იმ ბავშვებისთვისაც შეიძლება იყოს დამაზიანებელი, ვისაც ეუბნებიან, რომ ლამაზები არიან. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი აღიარება, და კარგად აგრძნობინებს იმ მომენტში თავს ბავშვს, მაგრამ რეალურად აქაც ეს არის, რომ გარედან იღებს ვალიდაციას, ეს ერთი და მხოლოდ ამაზე შეიძლება დაშენდეს მისი თვითშეფასება. მეორე, საკუთარი პიროვნების ფასეულობას აკავშირებს მხოლოდ სილამაზესთან. და თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სხვა გარემოებები და ფაქტორები, მაგრამ ეს რისკი ნამდვილად დგას. და რაც თავარია კლასში ქმნის არაჯანსაღ კონკურენციას. მარიამ, აი რა არის ბავშვობის ტრამვის ყველაზე გავრცელებული ნიშანი, რომელიც დასრულ ასაკში შესაძლებელია გამოვლინდეს და იმის დასრულ ასაკზე აისახოს? ბევრი რამ არის, ვეცდები რომ ჩამოვთვალო ყველაზე ხშირად, რასაც ხვდებით ხოლმე. ხშირად ამას ხვდებით ხოლმე სამუშაო პროცესში მშობლებთან, რომელიც თავისთავად მერე კავშირდება ბავშვთან. პირველი ეს არის, როდესაც მშობლს არ შეუძლია თავისი საზღვრები დაიცვას. არ აქვს განცდაში საკუთარი საზღვრები. ვერც იცავს და ამავდროულად ვერც იღებს ბავშვის ან მოზარდის პირად საზღვრებს. მაგალითად, მოზარდი ცდილობს, რომ თავისი საზღვრები გამოკვეთოს ან დაიცვას. თავისთავად ამ დროს მშობლს, რომელსაც თავისი საზღვრების მიმღებლობა არ აქვს, ვერ მიიღებს თავისი შვილის საზღვრებსაც. მეორე ეს არის, როდესაც ძალიან უჭირთ არასთქმა.
იმიტომ რომ ბავშვობაში ასწავლეს რომ უზდელობა არის არასთქმა და ყველაფერზე უნდა დათანხმდეს. ასევე ძალიან ხშირია ბრაზის გამოხატვის სირთულე. რატომღაც მიაჩნიათ რომ ბრაზი არის ცუდი ემოცია. და ეს რაღაცა უხეშობასთან არის დაკავშირებული. რეალურად ბრაზი არის ძალიან საჭირო ემოცია, რომელიც გვაცნობებს, ვინმე არღვევს თუ არა ჩვენს საზღვრებს, ჩვენი რომელიმე საჭიროებები უგულებელყოფილია თუ არა და ასე შემდეგ. და როდესაც ჩვენ ამ ბრაზს არ გამოვხატავთ, ვართ მუდმივად ამ უკმაყოფილების ციკლში. და ზოგადად კიდევ ერთი შედეგი ეს არის ემოციური რეგულაციის სირთულეები, როდესაც ბავშვობაში ასე რომ ვთქვათ, გარემოდან ჩაპრესილი იყო ემოციები და არ იყო ემოციურად უსაფრთხო გარემო ბავშვს გამოიხატა თავისი ემოციების დასრულობაში არ იცის. როგორ ამოიცნოს თავისი ემოციები, როგორ დაარქვას სახელი, როგორ ისაუბროს ამაზე და შესაბამისად არც გამკლავების სტრატეგიები აქვს დასწავლილი. ამიტომ დიდი ალბათობით, როგორც წესი, მიმართავენ ხოლმე არაჯანსაღ გამკლავების გზებს ეს იქნება სხვადასხვა და შედეგად ვიღებთ ხოლმე დამოკიდებულებას სხვადასხვა ნივთიერებებზე თუ აქტივობებზე არაჯანსაღს ვსაუბრობ. კიდევ შემიძლია ვახსენო ასევე ურთიერთობები. როდესაც არაჯანსაღი ურთიერთობის მოდელი აქვს ნანახი და გამოცდილი, ზუსტად იგივე პატერნები აქვს, პატერნებს გამოავლენს ის დასრულობაში. მარიამ, რეალურად ჩვენ მშობლები საკუთარ შვილებს ვზრდით საკუთარი ოცნებებისთვის თუ აი მათი ცხოვრებისთვის, რა უფრო მნიშვნელოვანი არის მათთვის, ბავშვისთვის ყველაზე მეტად სიყვარული, ყურადღება თუ აი მაგალითად დისციპლინა აღზრდის პროცესში? ძალიან ალბათ ეს არის საკვანძო საკითხი, როცა როგორც მშობელი გავიაზრებთ იმას, რომ ის არის პიროვნება, დამოუკიდებელი ადამიანი, მაგალითად ჩვილი, რომელსაც ვთქვათ, რომელიღაც საკვები არ მოსწონს და ვთქვათ, გემო არის მისთვის მიუღებელი, ის ამას გამოხატავს პროტესტით და ამ დროს თუ გულებელყოფთ, ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვილობის ასაკშიც კი შეიძლება ეს გამოვლინდეს მისი უნიკალურობა, მისი პიროვნების მახასიათებლები. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ის არის ცალკე ადამიანი, რომელსაც აქვს ცალკე სუბიექტური რეალობა, მას აქვს ემოციები, რომლის შეფასების უფლებაც არ გვაქვს. ჩვენი მთავარი პასუხისგებლობა არის ის, რომ ჩვენ თვითონ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე იმისთვის, რომ შევძლოთ ბავშვის ემოციების მიღება და დატევა. მე რა უკვე ძალიან მარტივდება. რაც შეეხება, როგორც თქვი, სიყვარული არასდროს არ არის ბევრი, სიყვარული და სითბო და ეს არის ის, რაც მას მომავალ ცხოვრებაში ძალიან დაეხმარება. და რაც შეეხება დისციპლინას, წესები და ჩარჩო ძალიან მნიშვნელოვანია სახლში არსებობდეს და განმარტავ ამას, რაც გულისხმობ. მაგალითად ის, რომ დილით ჰიგიენის ნორმებს მიმართავთ, ვსაუზმობთ ყველა ერთად და ამ დროს ეკრანებში არ ვართ. საღამოს ძილის წინ რომ ასე რომ ვთქვათ, რუტინა გვაქვს, სათამაშოებს, რომ ვითამაშებთ, სათამაშოებს, რომ ვალაგებთ ყუთში. აი ამას გულისხმობ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, რომელიც სტაბილურია და ბავშვს აძლევს ასევე დაცულობის განცდას. და როდესაც ვთქვათ, ბავშვს აქვს პროტესტი, შეგვიძლია მასთან დავსვათ ეს კითხვა, რომ შენთვის მიუღებელია, გადავხედოთ ამ წესებს, ბავშვი ასე სწავლობს იმას, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, გასათვალისწინებელია და როგორი ასე რომ ვთქვათ, ფორმირებული წესებიც არ უნდა არსებობდეს, მას შეუძლია რომ თავისი აზრი გამოხატოს. მარიამ, აი რო ვთქვა და გამოვყოთ რამოდენიმე ფრაზა და რო ჩამოგვითვალო, ვთქვათ ეს ფრაზები, რაც არასდროს არ უნდა უთხრას მშობელმა თავის შვილს. რამაც შეიძლება რომ მას ვთქვათ თვითშეფასება თუნდაც დაუზიანოს ან საზიანო იყოს ასეთი ფრაზები. აი რამდენიმე ძირითადი ფრაზა, თუნდაც 2 ან 3-იც რომ იყოს. პირველი ნერვები მომიშალე და შენ გამოწნევა მომიწია. ძალიან ხშირია ხოლმე, რომ შენ გამოცუდად გავხდი, შენ გამაბრაზა. რეალურად ამ დროს ბავშვს ისეთ დანაშაულის განცდას ვკიდავთ და საკუთარ ემოციაზე პასუხისგებლობა გადაგვაქვს ბავშვზე. რეალურად ემოცია არის ჩემი. ანუ მე გავუბრაზდი.
და ჩემი პასუხისგებლობა ამ გაბრაზებას რას გავუკეთებ. მაგრამ როდესაც ეს ამ ბრაზზე პასუხისგებლობა გადამაქვს ბავშვზე, მას ვკიდებ ამაზე პასუხისგებლობას, მას უჩნდება დანაშაულის განცდა და მისთვის გაბრაზება არის უკვე გაბრაზების გამოხატვა, ან გაბრაზების მიღება არის უკვე ძალიან საფრთხის შემცველი. კიდევ ერთი ფრაზა, ხომ შეგიძლია ნორმალურად მოიქცე ისე როგორც თქვა შენი კლასელი ნინო. ამ შემთხვევაშიც ანუ ვადარებს ხვასთან, რაც არანაირად არ არის დამხმარე ბავშვისთვის, მას ვეუბნებით, რომ ის არ არის საკმარისად ნორმალური და არ არის საკმარისი ისე როგორც თქვათ მისი კლასელი. და მისი კლასელი ხდება სტანდარტი, რომელსაც უნდა დაიწიოს. ვიღებთ შედეგად არაჯანსაღ კონკურენციას, ვიღებთ თვითშეფასების სირთულეებს და რა თქმა უნდა ბავშვი და მშობელი ამ დროს დაშორდება. კიდევ ერთი მე სახლში შენ რომ გაჩდი, მე სახლში დავჯექი, მე შენთვის გავაკეთე ეს ყველაფერი და შენ ახლა ასე იქცევი? აქაც საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისგებლობას ვკიდებთ ბავშვს. რაც თავისთავად არაჯანსაღი არის და რა თქმა უნდა ბავშვთან დაგვაშორებს. როდესაც მშობლები დაშორებულები არიან და მასე და ნეგატიურ კონტექსტში ეუბნებიან, რომ დედა შენს გავხარ, მამა შენს გავხარ, ოღონდ ეს არის ნეგატიურ კონტექსტში. ნაგულისხმევი. თავისთავად ისეთ დამაზიანებელი არის ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. კიდევ ალბათ ძალიან ბევრი ფრაზა არის, თუმცა ახლა ეს ფრაზები წამოვიდა. მარიამ, როდესაც ბავშვი რაღაცას აშავებს, ხო, სწორად მშობელმა როგორ უნდა აუხსნას ეს ყველაფერი, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა არის არასწორი, არა ჩხუბით კამათით, რომ ვთქვათ, შიში ჩამოუყალიბდეს, რასაც ვისაუბრებთ, არამედ როგორ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ახსნა მისთვის. კი ბატონო, მოდით რამე ესეთი სიტუაციური მაგალითი მოვიყვანოთ, მაგალითად ხშირია, როცა მაღაზიაში შედის მშობელი და ბავშვი და ბავშვი ითხოვს, არ ვიცი, კონკრეტული ნივთის ყიდვას, ან ნივთების ყიდვას. აქ როგორც წესი ხშირად მშობელს ერიდება და ყიდულობს და ასე მისი ქცევა გამტკიცდება, გულისხმობ ხშირად ბავშვები ამ დროს ითხოვენ ხოლმე ტირილით, ყირილით, იატაკზე წვებიან, გულისხმობ 2, 3, 4 წლის ასაკს. ამ ფორმით ცდილობენ სასურველი მოიპოვონ. როდესაც მშობელი ამ დროს ოღონდ ასე რომ ვთქვათ, გარშემომყოფები არ შეწუხდნენ, ერიდებათ და ყიდულობენ იმ ნივთებს, ბავშვი დაისწავლის ამ ქცევას, გამტკიცდება ეს ქცევა და მომავალ სიტუაციებშიც იგივე გზას მიმართავს. მაგრამ და ასევე ხელი შემშლელი არის, როდესაც მშობელი ეჩხუბება ყვირის, ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება ბავშვმა ეს ქცევა არ გაიმეოროს, მაგრამ ის მსგავს სიტუაციებში ვერ ისწავლის ემოციურ რეგულაციას. ამიტომ იმ კონკრეტულ ეპიზოდში პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ის, რომ არ წავიკითხოთ ლექციები. არ გავაკეთოთ ესეთი ხანგრძლივი შეფასებები, იმ მომენტში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შეგვიძლია უთხრათ, რომ მე ვხედავ გაბრაზებული ხარ, იმიტომ რომ გინდა ეს და ამას ვერ ვყიდულობთ ახლა, არ ვყიდულობთ ამას. ამით ბავშვი იგებს, რომ ჩვენთვის მისი ემოცია ახმადია და მისი სურვილი და საჭიროებაც ახმადია. ვაძლევთ საშუალებას, რომ დამშვიდეს, ან ზოგიერთი ბავშვი გვიშვებს, რომ ჩავეხუტოთ ეს ფიზიკური კონტაქტი დავამყაროთ, ზოგიერთ ბავშვს სჭირდება დრო და სივრცე ან განმუხტვა, გარეთ გასვლა, დამშვიდება. და როცა ნეიტრალურ ეპიზოდში ვიქნებით, იმ მომენტში შეგვიძლია ეს თემა კი არ დავივიწყოთ და ასე რომ ვთქვათ, აღარ როგორც წესი არიდებენ ხოლმე თავს, რომ ისევ არ გამწვავდეს, ისევ არ ინერვიულოს ბავშვმა. პირიქით ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა ისევ გავხსნათ და მასთან დავდოთ შეთანხმება. რომ მაგალითად კვირის რომელ დღეებში შეიძლება წავიდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ მისთვის რაღაცეები, რამდენი ნივთი შეიძლება ვიყიდოთ, ან როცა ვთქვათ, უარს მიიღებს იმ მომენტში და გაბრაზდება, რაც სრულიად ბუნებრივია, იმიტომ რომ მას ის ნივთი ძალიან უნდა, როგორ შეიძლება რომ მას მე დავეხმარო.
და აი ყველაზე რთული არის ალბათ კიდევ ერთი პერიოდი, როგორც არის ეს დასრულობა და გარდატეხის ასაკი, ხო? აი ამ პერიოდში, როდესაც კიდევ უფრო რთული პერიოდი აქვთ, უკვე მოზრდილობის პერიოდი არის, აი ამ დროს როგორ უნდა მიუდგეს მშობელი სწორად საკუთარ შვილს? აქ ისე უნდა ვახსენო მშობლის სუბიექტური რეალობა, იმიტომ რომ მშობელი როგორც წესი აქედან გამოდის და მე ეს აფერხებს იმას, რომ მოზარდის სუბიექტური რეალობა დაინახოს, მოზარდიც თავისთავად ამას ვერ მოახერხებს ამ ასაკობრივ პერიოდში და ამიტომ ან არის ხოლმე გამოხატული მწვავე კონფლიქტები და ასე ვეუბნები ხოლმე მშობლებს, რომ არ ეჭიდაოთ, მოусმინეთ, ეთანამშრომლეთ. იმიტომ რომ ვთქვათ, შუა ბავშვობის პერიოდში თუ მშობელი არის ავტორიტეტი და ასე რომ ვთქვათ, ოჯახი არის წინა პლანზე, მოზარდობაში უკვე თანატოლები ჯგუფი არის წინა პლანზე, დამოუკიდებლობა უნდა, ავტონომიურობა უნდა, თვითგამოხატვა უნდა სხვანაირად და როცა ამის საშუალებას არ ვაძლევთ თავისთავად არის ან მწვავე კონფლიქტები, ან არის დისტანცირება. მოზარდი არაფერს აღარ ყვება, აღარ ელაპარაკება, მოდის სახლში და შედის პირდაპირ ოთახში და იკეტება, რაც თავისთავად ასევე უკმაყოფილებას იწვევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდობაში ამას დრო ჭირდება, რა საკვირველია მშობელმა აღიქვას, რომ მისი ბავშვისთვის ხომ არის ეს გარდამავალი პერიოდი, მაგრამ მშობლისთვისაც გარდამავალი პერიოდია, რომ დაინახოს, აღიქვას და იგრძნოს, რომ მისი შვილი იზრდება. და მას სჭირდება, ვთქვათ, უფრო მეტი თავისუფლება, უფრო მეტი დამოუკიდებლობა. თავისთავად ეს თავისუფლება და გამოსცადოს, ხო, ეს დამოუკიდებლობა უნდა გამოსცადოს. და თუ ამ დროს მშობელი არის მხოლოდ კონტროლით, რა თქმა უნდა, მოზარდი ძალიან ბევრ ამას დამალავს. არ გააზიარებს, რაც უფრო დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია უფრო ვეთანამშრომლოთ, მოვუსმინოთ და ვთქვათ, რომ ჩვენს წინ არის არა პატარა ბავშვი, არამედ პიროვნება, რომელსაც უკვე მას ეცვლება აზროვნება, მას ეცვლება შეხედულებები, მისი აზროვნება ხდება უფრო აბსტრაქტული, ლოგიკური, თვითჩაღრმავებას იწყებს, გარემოზე სხვანაირად იწყებს დაკვირვებას და ჩვენ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მისი მხარდამჭერები და არა შემსხუდველები. მარიამ, ჩემი ბოლო კითხვა იქნება ასეთი. ძალიან მინდა რომ თქვენ როგორც უკვე დედამ მისცეთ მშობლებს ერთი რჩევა. აი რა იქნება და ის ერთი რჩევა, რასაც მისცემდით და აქვე მინდა კიდევ რომ 1-2 სიტყვა ჩემ პოდკასტთან დაკავშირებითაც გითხრათ, ძალიან გამიხარდება. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ პოსტსამშობიარო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, აი ასე რომ ვთქვათ, ახალი იდენტობის ძიების ახალ პროცესში ისე ვიგრძნო თავი პროფესიულად რეალიზებულად. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ სტუმრობა. რაც შეეხება რჩევას, ხო, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არსებობს იდეალური მშობლობა და მე ძალიან ხშირად ვცდილობ ხოლმე საკუთარ თავს ეს გავუმეორო და შევახსენო, იმიტომ რომ ამას არ გვასწავლიან, ხო, ვერც ვისწავლით წინასწარ, შეიძლება ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხოთ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიოთ. თავისთავად ეს ძალიან საჭირო არის, როდესაც მშობელი ხდები. ამავდროულად მნიშვნელოვანია აი ამ თეორიული ნაწილის გარდა დარჩა ბავშვთან ემოციურად კონტაქტში, იმიტომ რომ როგორც წესი შვილი გაგრძნობინებს მას რეალურად რა სჭირდება. და როცა რაღაცა ჩვენ სუბიექტურ რეალობაში ვართ ჩაკეტილი და თეორიულ ნაწილში შეიძლება გამოგვრჩეს ის რაღაცები, რასაც ჩვენი შვილი პირდაპირ თუ ირიბად გვატყობინებს. მეორე ეს არის რაც მინდა ვურჩიო და საკუთარ თავსაც ხშირად ვახსენებ ხოლმე თვითზრუნვა. იმიტომ რომ თუ ასე რომ ვთქვათ, სავსე რესურსული არ ხარ, ვერ იქნები ეფექტური შენ შვილთან. შეიძლება ბოლოს იმდანად გადაიწვე, რომ მისი ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებაც გაგიჭირდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოусმინო საკუთარ თავს ისევ, ამოიცნო შენი საჭიროებები და დააკმაყოფილო. და მეს კიდევ ერთი რჩევა, ჩვენ შვილში მიუხედავად ისა, რომ შეიძლება ჯერ არ საუბრობს, ვერ გვატყობინებს, ან
შეუძლია საუბარი მოზარდია უკვე, მაგრამ ვთქვათ რაღაცა კომუნიკაციის სირთულეები გვაქვს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ამის უკან დგას მისი საჭიროება გამოწვევა, რომელსაც ჭირდება დახმარება. მე დავახსენე, რომ იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს აი ამ პროცესში, რომ შემიძლია კიდევ გავაგრძელო საუბარი. ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს პოდკასტი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადამიანებისთვის ფსიქოგანათლების ნაწილში და ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანამდე მიიტანს იმ საკვანძო სათქმელს, რამაც შეიძლება შეაჩეროს, დააფიქროს და შეიძლება მერე უკვე თავისუფალი არჩევანით მიიღონ სრულებების გადაწყვეტილება. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო, ინფორმატიული საუბარი გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფორმატია ასეთი, მაინც შევძალით, რომ ალბათ მნიშვნელოვანი კითხვები გაგვეჟღერებინა და ჩვენთვის და ასევე ჩვენი მსმენელისთვის მიგვეწოდებინა ამ მნიშვნელოვან კითხვებზე საკმაოდ საინტერესო პასუხები და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ გამოყოფილი დროისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო ასევე ჩემს მაყურებელსაც, ჩვენი პოდკასტის მაყურებელსაც, რომელთაც ყალობითაც, ასე ვთქვათ, იმ სიტუაციაში, იმ რეალობაში, სადაც უკვე უამრავი პოდკასტი არის და ძალიან დიდი კონკურენცია არის, შევძელით ამ ნაბიჯის გადადგმა და დღეს არსებობს ჩვენი პოდკასტის შესახებ და მადლობა თქვენი აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის, რომელსაც გძნობთ ჩვენ თვითოულ ნაბიჯში, რომელიც აისახება ჩვენს ყველა სოციალურ ქსელში და მინდა ამისთვის გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ამათ ნამდვილად ღირდა და დარწმუნებული და ეს კიდევ უფრო ბევრ мотиваციას მაძლევს, რომ მომავალში კიდევ და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო თემები შემოგთავაზოთ. ჩვენი პოდკასტი სექტემბრამდე გემშვიდობებათ. გისურვებთ კარგ დასვენებას, ბედნიერ ზაფხულს და სექტემბრიდან ახალი ძალებით, ენერგიით, სიახლეებით და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საინტერესო სტუმრები და თემები დაგიბრუნდებით. დროებით.